ჩვენ ზოგადი ანალიზი დაახლოებით 2-3 კვირის წინ გავაკეთეთ. სიტუაცია გლობალურად იგივეა იმ მხრივ, რომ ინტერესების, მხარეების იგივეა, თუმცა აქ ხედავ, რომ ადამიანები შეიძლება მაშინ არ უსმენიათ და ძალიან მოკლედ ეხლაც ვთქვათ რა სიტუაციაა. ესე იგი, მეგობრებო, ალიანსი რუსეთი, ჩინეთი, ირანის, რომელზეც გასული საუკუნის ბოლოს საუბრობდნენ ისეთი დიდი გეოპოლიტიკოსები, როგორც არის ბჟეზინსკი, კენანი და ასე შემდეგ, შედგა და ამას შიშობდნენ, შედგა ბრიქსის ფარგლებში თუ არა ბრიქსის ფარგლებში, რაც არის დამღუპველი, რეალურად დამღუპველი, ეს მუშტია ამერიკის შეერთებული შტატების და ზოგადად ანგლო-ამერიკული საზღვაო ცივილიზაციის ჰეგემონიის წინააღმდეგ. და ტრამპს არაერთხელ აქვს აღნიშნული, მანამდე სანამ პრეზიდენტი გახდებოდა, რომ ჩემი მთავარი მისია იქნება, რომ ეს ალიანსი დავშალო და ამიტომ შეხვდა წითელ ხალიჩით რუსეთის პრეზიდენტს ალასკაზე და უნდა რომ იქნება როგორმე ნეიტრალურობა გააკეთებინოს ირანის წინააღმდეგ. ეს ერთი. მეორე, ჩინეთის ინტერესი. ჩინეთი არის ფაქტიურად დამოკიდებული ირანის ნავთობზე, მის წარმოება ეს ბეღელი და აქედან გამომდინარე ომი არ არის არავის ეგონოს ეს არის ამერიკა, ირან ან ისრაელ ირან შორის დაპირისპირება. ეს არის გლობალური დაპირისპირება და რეალურად მესამე მსოფლიო ომია და უკვე რეგიონალური მასშტაბი ფართოვდება. იემენი ჩაერთო იქ უკვე ასე ვთქვათ გლობალურ ეკონომიკას დაარტყა ამან ნავთობის გაძვირებით, რაც გამოიწვევს ზოგადად ყველაფრის გაძვირებას, სასურსათო პრობლემებს, რაც საქართველოსაც აისახება, ეს ცალკე სასაუბრო მნიშვნელოვანი თემაა, სასუქების პრობლემა შეიქმნება ხალხმა, მაგდენი ხო არ არის, ხო არც უნდა იცოდეს ხალხმა, რომ უდიდესი კრიზისია მოსალოდნელი სასუქების მიმართულებით, რაც გამოიწვევს ზოგადად სურსათის კვების პრობლემის დადგება აუცილებლად ეს გამოწვევა, რაც გამოიწვევს ზოგადად ევროპაში პირველ რიგში პრობლემებს, მათ შორის ჩვენთანაც ჩვენ ისეთ სიტუაციაში ვართ, რომ რუსეთთან ასე ვთქვათ გვაქვს მოგეხსენებათ დაძაბული სიტუაცია მიუხედავად ყველაფრისა და არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენ დიდ მეზობელთან მოგვიწევს ამ მიმართულებით საუბარი, იმიტომ რომ ეს არის უზღვავი რესურსების ქვეყანა და მას არაფერი გაუჭირდება და შესაბამისად ჩვენი გადარჩენა აუცილებლად მათთან რაღაცა მიმართულებით საუბარს ითვალისწინებს და მოიცავს. რაც შეეხება ამ წუთას მდგომარეობას ფრონტზე და ასე შემდეგ. დაგეგმილია ძვირფასო მეგობრებო ფიქრი მიდის ირანში გადასხმის ასე ვთქვათ სახმელეთო ჯარებს. სახმელეთო, უნდა მეკითხა. სახმელეთო ოპერაციის, რაც სრული სიგიჟეა, იმიტომ რომ ადამიანებს რაღაცა ისეთ წარმოდგენა აქვს, რომ აი რაღაცა ირანია რა, რაღაცა ქვეყანა. მინდა გითხრათ, რომ ეს არის რაღაცა სამი უკრაინის ხელა ქვეყანა. რა თან როგორია, იცით, არ გეგონოთ ესეთი რაღაცა ხეებია იქ და ტყეა ან რაღაც. ეს არის უდაბნო. წარმოიდგინეთ, სამი უკრაინის ხელა მთიანი უდაბნოა. რაღაცა მცირე პატარა ისინია გამოსაძრომები, რომელიც ძალიან ადვილი დასაცველია. აი, შეტევაზე წასული მხარე უზარმაზარი რაოდენობის დანაკარგებს ნახავს. ეს არის 2x2 4. ისეთი დონის დანაკარგებს ნახავს, რომ აი ისრაელიც კი ხვდება და ამიტომ უარი განაცხადა სახმელეთო ოპერაციაზე. და ბატონ ტრამპს ნავთობი უნდა ღიად განაცხადა, ბატონ ჩემიო ისო, ესენიო მე რაღაც საოცარი იმეებით სიტყვებით საუბრობს ეს კაცი. მე მაგალითად მიმაჩნია, რომ ტრამპზე ჭკვიანი ვარ, სული პასუხისგებლობით მინდა ვთქვა. ბატონო გიორგი, ყველა სასაცილო ის იყო ჰორმუზის სრუტე. ეს ტრამპის სრუტე რომ უწოდა, აი ყველაფერი გამიწია, მაგრამ ის კაცო საუდის არაბეთის პრინც რა სიტყვებით მიმართა, როგორ შეიძლება ასე საუბარი, რა ვიცი.
ესეთი რამე დიპლომატიაში არ გაგებულა დიპლომატიასთან ახლოსაც რო არ არის ეგ არის ბიზნესით უყურებს სამყაროს რომის იმპერატორები არ საუბრობდნენ, როდესაც საუბრობდნენ, საერთოდ რომის იმპერატორებს მიაჩნდათ, რომ ღმერთები იყვნენ. ანუ რომის პანთეონი, ასე თქვა, აი ამ პანთეონი იმ წარმართული ღმერთების მოიაზრებდა, რომის იმპერატორი უნდა ყოფილიყო საღმრთო თვისებების მქონე. ხო და აი ისიც კი არ საუბრობდა ესეთი ეპიტეტებით, რომ ღმერთად ვისაც მიაჩნდათ. აი ეს მე მგონი სუპერ ღმერთია, რაღაცა დემიურგის წარმონაქმნი გონია თავისთავად და რა ვიცი, აი უნდა რომ აიღოს თურმე ნავთობი იმის, რა ქვია, ირანის და რა ვიცი, რა უნდა იფიქრო ამაზე, გარდა იმისა, რომ სრული სიგიჟეა იგი ამ ხაფანში თუ შეძრება, ეხლა მე გარწმუნებთ, რომ იქ მიდის, ვაშინგტონში მიდის ომი, რომ როგორმე შეაჩერონ ტრამპი. იმიტომ რომ ეს ისეთი შეცდომაა, რომელიც ვიეტნამი დარჩება კარგ ნათელ მოგონებად ამერიკის შეერთებულ შტატებს, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ვიეტნამის ომი ამერიკის შეერთებულ შტატებმა წააგო. წააგო, ანუ შეუძლებელია, მეგობრებო, რომ რაღაცა გემით მიადგე სამი უკრაინის ხელა ქვეყანას და გადასხა რაღაცა რაოდენობის ჯარი, საიდან გინდა გემით, გინდა ხმელეთით და უდაბნოში შეიჭრა და ეს ქვეყანა დაამარცხო. ხო, ნუ აი ეს არ ვიცი, ეს რატო უნდა მოუვიდეს. აი იმაზე მიდის ამერიკელ ჯარისკაცებს პირდაპირ სიკვდილზე უშვებს და ეს გამოიწვევს ამერიკის დანგრევას. ვიეტნამის ომმა რამის შეგინდან ისედაც როგორი პროტესტებია, ხო ხედავთ. ანუ ვიეტნამის ომმა რამის დაანგრია ამერიკის შეერთებულ შტატებს ბევრმა არ იცის. აი უზარმაზარი გამოსვლები იყო და ეს იყო 70-იან წლებში და 60-იან და 70-იან წლებში და დღეს, როდესაც ყოველ მეორე ადამიანს ხელში, ყოველ მეორეს კი არა, ყველას ხელში კამერა უჭირავს, ინფორმაცია ვრცელდება რაღაცა ელვისებრი სისწრაფით, რომელიც ისტორიას არ ახსოვს. ასეთ სიტუაციაში შენ საინფორმაციო ომიც მოიგო, რომ არ გავრცელდეს რაღაცა პროპაგანდა და ვაკუუმში ამყოფო ამერიკელები თვითონ რომ აი თურმე ომს იგებდა, როგორც ერაყის ომში, მაგალითად ერაყის ომში ბევრი არ მოგიყვება და უზარმაზარი რაოდენობის ამერიკელი დაიღუპა და რომ არ გამოჩენილიყვნენ ამერიკელების მსხვერპლი, ზღვაში მარხავდნენ ამერიკელებს. ოკეანეებში და ზღვებში. აი ასეთი რამის გაკეთება, ასე ვთქვათ, თუ არის, რა ვიცი, ვინმეს თავში მოუვიდა და მე არ გამოურიცხავ კი არა და დარწმუნებული რომ ტრამპის იმაში იხარშება შეიძლება, იმიტომ რომ ნავთობი უნდა, როგორც 1953 წელს ბრიტანეთმა და იმან BP-მ ჩამოაგდეს პრემიერ-მინისტრი მოსადეყი და დაეუფლნენ ნავთობს და შემდეგ 26 წლის განმავლობაში შაჰი მართავდა 79 წლამდე და ამ ნავთობს თვითონ იყენებდნენ და შემდეგ მოვიდნენ ეს აიათოლას ესენი ხო ეს რევოლუცია ისლამური, მაგის შემდეგ ვეღარ აკონტროლებენ და კიდევ უნდათ ამ ნავთობზე წვდომა გქონდეთ. ეს არ გამოვა. აქ ეს გამოიწვევს აუცილებლად გამოიწვევს სრულ მესამე მსოფლიო ომს. იმიტომ რომ მანდ უკვე ჩინეთის და რუსეთის პირდაპირ ის არის და არ დაუშვებენ და ერთადერთი რაც შეიძლება დაამარცხოს ირანი, ეს არის ატომური იარაღი. ანუ ატომური იარაღის ამის ალბათობა იწევს სამწუხაროდ, იმატებს ატომური იარაღის ტაქტიკური ატომური იარაღის გამოყენების ალბათობა, კერძოდ ალბათ ისრაელის მხრიდან მას აქვს იარაღი, სხვათა შორის კენედი ძალიან ერთ-ერთი მიზეზი, როგორც ირკვევა ბოლო დეკლასიფიცირებული საბუთებიდან, ერთ-ერთი მიზეზი, რისთვისაც კენედის დაუპირისპირდა მოსადი და სხვა სპეცსამსახურები სწორედ იყო ის, რომ იგი უპირისპირდებოდა დიმონა ქვია ამ ადგილს, სადაც გაკეთდა ეს ისა, აი ამ იმას, რა ქვია, იარაღის შექმნას. მაგრამ ისრაელმა მაინც შექმნა, გამოსცადა კიდევაც იარაღი ერთ-ერთ კუნძულზე, წყნარ ოკეანეში, არა, ატლანტის ოკეანეში, გამოსცადა ერთ-ერთ კუნძულზე და აქვს, ვიცით, ტრიადა აქვს, ანუ ყველა სახის, ასე ვთქვათ, ბირთვული იარაღი აქვს. ამიტომ
ერთ-ერთი ეს თუ მოხდება, თორემ ამხელა ქვეყნის სახმელეთო ჯარით დაპყრობა არის თან როგორი ქვეყნის, აი, რა ვიცი, ფიზიკური რუქა რო აიღო იმის ირანის ფიზიკური რუქა. ეს არის ციხესიმაგრეც არ არის, აი ციხესიმაგრეს კიდე აიღებ. ეს არის ბუნებრივი, ასე ვთქვათ, ესეთი სრულიად ქვოვანი, რაღაცა ქვის, რაღაცა საოცარი ხრიოკი. აი ხრიოკია, ჩვენ ვერ წარმოვიდგეთ ეს რა არის, არა გვაქვს ჩვენ საქართველოში ესეთი ადგილები იქ როა. ხრიოკი, ქვიშა, არანაირი მცენარე, ასეთი ქვეყანაა და რამოდენიმე ადგილი აქვს, სადაც აი მცირე შეიძლება რაღაცა მოიყვანო. დანარჩენი არის უდაბნო და მთა. აი ასეთი ქვეყანაში აპირებს ვიღაცა შეჭრას არ გამოვა ეგ ამბავი და ამიტომ გამოვიდა ეხლა ეთყობაში იგი ძალიან დიდი ზეწოლა სპეცსამსახურების იქ სერიოზული ანალიტიკოსები ყავთ კაცო და რაღაცნაირად თან უნდა გამოძრეს ტრამპი თან არ ვიცი რა კიდე რა ქვედინებებია მან თან აცხადებს ხანდახან რომ აი ჩვენ გავიმარჯვეთ და რაღაცა ეხლა აპირებს გამოსვლას გონი დილით რაღაცა განცხადების გაკეთება უნდა და აი რა დაესიზმრება და რა სიტყვის ამ განცხადებაში არავინ არ იცის ტრამპს რა ანუ იმიტომ რომ გიორგი დამიშველობა გიტყვის ერთს და აკეთებს ხოლმე მეორეს ხო დავაკვირდით პრაქტიკაში ყველა მაგის განცხადება ან პრესკონფერენცია გააჟღერებს ერთს და იმავე ღამეს თუ არა გამთენიას უკვე სხვას აკეთებს იმის საწინააღმდეგოს რა განცხადებასაც აკეთებს ხოლმე ხო ანუ დღევანდელი ირანი არის აი ამ წუთას როგორი გეოგრაფიული არეალიც უკავია რა ვიცი საოცარი ამბავია მაგის აღება მით უმეტეს როდესაც ჩინეთი ყავს მოკავშირედ და იქ კაცშულმა არ იცის იქ პაკისტანი როგორ მოიქცევა და ერთ სიტყვით ძალიან რთული სიტუაციაა და მან ხა ამერიკის ცხვირის შეყოფა ბოლომდე ასე ვთქვათ აი ჯარით შეყოფა ცხვირის იქნება ძალიან დაბალი ალბათობაა რომ წარმატება იყოს და ძალიან მაღალი ალბათობაა რომ კრახით დასრულდეს ეგ ამბავი და კიდე უფრო დასუსტდეს მისი გავლენები აქეთ ნახევარსფეროში მით უმეტეს მაშინ როდესაც დღეს განაცხადა რომ ტრამპი აპირებს სერიოზულად რომ ნატოდან გავიდეს სულ ახალი ინფორმაციაა რომ მან გამოაცხადა რომ იგი აპირებს დატოვოს ანუ ესე თქვა როგორც იცის ხოლმე რაღაცა რას გაუგებ რას ფიქრობს მაგრამ თქვა მან რომ სერიოზულად განიხილავს ნატოდან გასვლას. ანუ ტრამპი აპირებს, ამერიკა აპირებს ნატოდან გასვლას, ჩვენ ვაპირებთ შესვლას. აი ასეთი საინტერესო პარადოქსების ქვეყანა იმაში ცხოვრობთ. ასეთ სიტუაცია. გიორგი, ნახე რა მინდა რომ გკითხო. შენ შეგიძლია ხრმად გაუკეთო ხოლმე ანალიზი ამა თუ იმ პოლიტიკურ განცხადებებს და აკვირდები მთლიანად ეხა რა ხდება ხომ სოფლიოში. მინდა ესე გკითხო. თუ შეგიძლია გამოყოფა კლასიფიკაცია რომ მოვახდინოთ ვინ ხეირობს ამ სიტუაციაში, ვის აწყობს მალე დასრულება ამ ყველაფრის რეგიონში და ვის დროში გაწელილი, მაგრამ ირანის გამარჯვებით ან საპირისპირო. დაახლოებით ესეთი რაღაც თუ შეგიძლია რომ თქვა რამოდენიმე სიტყვა. მე შემიძლია ვთქვა ზოგადად სურათი ვინ იხეირებს სხვა სიტუაციებში. მაგალითად თუ ირანი დასუსტდება, იხეირებს ზღვის ცივილიზაცია, იხეირებს ისრაელი. მარტივია ხო იმიტომ რომ მისი ის არის რომ ბიბლიური ისრაელი აღადგინოს რომელიც უფრო სამეზობლოს გულისხმობდი მაგრამ ისრაელზეც თქვი და ირანზეც კარგი იქნება ისრაელი ასე ვთქვათ სამეზობლოა და მას უნდა რომ ეს ეფრატიდან მთლიანად ეს ყველაფერი მისი იყოს ეს ძველი პროექტია არც მალავენ ლოგოებზე აქვს გამოსახული აი თუ დააკვირდებით სადაც გამოდიან ხოლმე მიკროფონები და ასე შემდეგ ქვემოთ ესეთი ლოგოა და ეს ისრაელის ლოგოა რომელიც მათ უნდათ რომ კონდეთ ეს ტერიტორია მთელი საუდის არაბეთიან სირია რაღაცა მთელი ისინი მათი უნდა იყოს იხეირებს მაგით მეორე იხეირებს რა თქმა უნდა ამერიკის შეერთებული შტატები იმიტომ რომ ნავთობს დაეუფლება წააგებს ამით იხეირებს ბრიტანეთი რომელიც გააძლიერებს შემდეგ მომავალში თურქეთს და დიდი თურანის პროექტს რომელსაც სულ დაანგრევს ვოლგისპირეთი რუსეთს ამიტომ არ დაუშვებს არც ჩინეთი არც რუსეთი ირანის ისეთ დამარცხებას რომელიც შემდეგ მათ დაანგრევს
ამიტომ status quo არის ახლა ამერიკისთვის ყველაზე კაი გამოსავალი. რას ნიშნავს status quo? ისე გამოძრეს სიტუაციიდან, რომ იმიჯი შეინარჩუნოს. ანუ თქვას რომ დავხოცეს უყველა, მართლა დახოცა ბევრი, ისინი ხო, ვინც იყვნენ მაღლა ესენი უყველა გავანადგურე, მართლა სერიოზულესი სპეცსამსახურები ყავთ. ხო, ახლა ამერიკის შეერთებული შტატები გაცილებით ძლიერია ირანზე და შეუძლია ირანის დამარცხება, უბრალოდ მან ისეთ სიტუაციაა, რომ დღევანდელ 21 საუკუნეში ისე არ გამოვა, რომ შენ არ დაზიანდე. აუცილებლად დაზიანდები და რამდენად უღირს აი ასეთი თავგანწირული შევარდნა ქვეყანაში, რომელიც რაღაც 25,000 კილომეტრით არის დაშორებული შენი სანაპიროებიდან, თვითონ უყვარს ხოლმე თქვა ესეთი ლამაზი დიდი ოკეანეა ჩვენ შორის. აი ლამაზი დიდი ოკეანე როა შენს ქვეყანას შორის და აქეთ ნახევარსფეროს პლანეტის მეორე ნაწილში ამხელა რესურსების შევარდნა რამდენად რენტაბელურია და კი მოიგებ მაგომს აი რაღაცა ყველაფერი რო დაახარჯო რა ყველაფერი ესროლო რაც გაქვს მაგრამ რამდენად გიღირს იმისთვის რაც წაკეთებ მე ვფიქრობ ეს უკიდურესად დამაზიანებელი იქნება ამერიკის შეერთებული შტატების ამიტომ უნდა შეინარჩუნოს status quo თან უნდა და ის ეხლა მან უნდა გავითვალისწინოთ რომ ისრაელი განადგურდება ამ მომში ანუ ვიღაცას გონია რომ ისრაელი აი ეხლა კარგად არ არის ესე ისრაელს იბომბება როგორც ირანი ეგრეთ ესე იბომბება და ეს პატარა ნაგლეჯი კახეთის ხელა იმის ქვეყანა უბრალოდ აღარ იარსებებს და რამდენად ამ მოკავშირეებს ესე უღირთ ესე ამის კეთება აი ამ ესქატოლოგიურ რელიგიური მიზნებისთვის მაგათ რელიგიური მიზნები აქვს ჩვენ ადრეს ვისაუბრეთ ხო ეს სიონიზმის სიგიჟისთვის ხო საერთოდ ფანატიზმს საზღვარი არ აქვს იმიტომ რომ ფანატიზმი რაციონალიზმთან ახლოს არ არის მაგრამ კიდევ ვიმეორებ ამერიკის შეერთებულ შტატებს ყავს ყველაზე სერიოზული ანალიტიკური სამსახურები მსოფლიოში და იქ ეხლა ამ იმას ტრამპს უჩიჩინებენ ვიჯო გააჩერდი არ შეიძლება ეს აი ეს რისკია იქ რენტ კორპორეიშენი ცალკე ეჩიჩინება იქ სხვა ანალიტიკოსები ცალკე ვთქვათ ატლანტიკ კაუნსილ და ბევრი სერიოზული ანალიტიკური სამსახურები ყავთ არ არის საჭირო ასეთ რისკებზე წასვლა თავიდანვე ეუბნეოდნენ მაგრამ ნუ ეს სიონიზმი ებრაული სიონიზმი მაინც თავისას მაშობა გააქვს როგორც ჩანს გიორგი, ძალიან დიდი მადლობა ამ უწურავი პასუხისთვის. ეხლა მინდა უკვე საქართველოსზე გადმოვიდე და გუშინდელი ელჩის განცხადება გეწოდინება, სოციალში გავრცელა საქართველოში ირანის ელჩმა, ანუ გამაფრთხილებელი ნოტასავით ჟღერდა და ამაზე მინდა ისაუბროთ და დღეს უკვე რა გუშინ იყო ირანის ელჩის ეს განცხადება და დღეს უკვე ვიგებთ რომ საქართველოს ტერიტორიაზე თბილისში ამერიკული სამხედრო ვერტმფრენი დაჯდა. მოდი სანამ მაგაზე ვისაუბრებ. ამაზე მინდა შენი აზრი დააფიქსირო, დიახ. სანამ მაგაზე ვისაუბრებ, აუცილებლად მინდა ვთქვა შემდეგი რამ. ადამიანებმა უნდა იცოდნენ მსმენელებმა როგორ მუშაობს ეპისტემოლოგია, ანუ ცოდნა, რეალური ცოდნის მიღება. ხავს აქ ესე წარმოდგენა, რომ აი რაღაცები გამოცხადდა და ეს ხდება. ეგრე არ მუშაობს სამყარო. აი რაღაცა მაგალითად ვინ იბომბება, ვის სადრა ვინ რამდენი დაიხოცა, რაღაცა მოხდა, ხავს აქ წარმოდგენა და მათ ეძლევათ ადამიანებს აქვთ ინფორმაცია ამის შესახებ. მეგობრებო, ომის დროს ინფორმაცია არის ალბათ 3%, 97% არის მხოლოდ სხვადასხვა მხარის პროპაგანდა. ჩვენ, როდესაც ანალიტიკოსები ჯდებიან, სერიოზული მკვლევარები ჯდებიან, ისინი ინფორმაციას ესე კი არ ეყრდნობიან, ვიღაცამ რაღაცა გამოაცხადა, იქ რაღაცა არ ვიცი, რაღაცა ითქვა, პრეზიდენტი გამოვიდა. არა, ისინი ჯდებიან და უსმენენ კროს-ჩეკინგით, ანუ ორივე მხარეს ისმენენ და რამოდენიმე კრიტერიუმით აფასებენ. ხლა პირველი კრიტერიუმი მინდა იცოდეს ხალხმა ეს კრიტერიუმები რა. პირველი კრიტერიუმი არის აუცილებლად სირცხვილის კრიტერიუმი, ესე ქვია, სირცხვილის კრიტერიუმი. რას ნიშნავს სირცხვილის კრიტერიუმი? თუ მხარე აღიარებს ისეთ ინფორმაციას, რომელიც მისი შემარცხვენელია, მისი დამაკნილებელია, ანუ დაიკნინა საკუთარი თავი, ეს ინფორმაცია ზუსტია. მაგალითად თუ შეიქო მაგალითად ტრამპი რო გამოდის და მე გავანადგურე ისა ხო ირანი ტყუილია იმიტომ რომ ეს არ არის შემარცხვენელი ინფორმაცია აი თუ გამოვა რომ იტყვის და იცით აი
ჩვენ ჩვენ არ ველოდით რომ ასე წინააღმდეგობას გაგვიწევდა ირანი, იმიტომ რომ რაღაცა გვეგონა რომ გაუნადგურეთ რაღაცა, მაგრამ მაინც დარჩენილია მნიშვნელოვანი ნაწილი. აი ეს უკვე სიმართლეა, რატომ? იმიტომ რომ დაიკნინა თავისი. ეს არის პირველი კრიტერიუმი. ამას ფორენზიული კვლევა ქვია, პროფესიულ იმაში, ხო, მეთოდიკაში, ფორენზიული კვლევა. ეს პირველი კრიტერიუმია. მეორე კრიტერიუმია, რამდენად მოწინააღმდეგე და ასე ვთქვათ, ორი მოწინააღმდეგის რაღაცები გადაკვეთა შეიძლება ინფორმაციებში იპოვო. თუ კერი და მოყვარე მტრები ერთმანეთს რაღაცაში მაინც ემთხვევიან, ის ინფორმაციაც არის ზუსტი. ანუ ეს მეორე კრიტერიუმი, დამთხვევა მტრებისა. რაღაცა გამოცხადა, იმანაც იგივე თქვა, ამანაც იგივე თქვა. Cross checking-ის კრიტერიუმი ქვია. ეს მეორეა, მაგრამ რატო ამახვილებ ამეებზე ყურადღებას, იცით? აქ ხედავ კომენტარებს, რომ ადამიანები საუბრობენ პროპაგანდის მათ გონიათ რომ რაღაცა იციან. არ არის ესე. რაღაცა არ ვიცი, რომელიღაცა დაფინანსებულმა ან მიკერძოებულმა იმან გააზიარა რაღაცა ისა და მესამე კრიტერიუმი არის არგუმენტი სიჩუმიდან. რას ნიშნავს არგუმენტი სიჩუმიდან? ეს კრიტერიუმი გეუბნება რომ თუ რაღაცაზე სიჩუმეა, არ ნიშნავს რომ არ ხდება. მიმეორებ, რაღაცა მაგალითად არ მოგაწოდეს ინფორმაცია, ჩვენ გვაქვს ესეთი წარმოდგენა, რადგან არ მოგვაწოდეს, ეს არ მომხდარა. სინამდვილეში ეს მესამე კრიტერიუმია, არა, ყველაფერი უნდა არ მომაწოდეს, მოდი ახლა წავალ სხვა ალტერნატიულ სააგენტოებს ვნახავ, იმ სააგენტოს ვნახავ, ამ სააგენტოს ვნახავ და საბოლოო ჯამში თუ წამოვიდა რაღაცა ინფორმაცია, ეხლა იმას შევადარებ სხვა cross checking-ს, რამდენად დამაზიანებელი იყო მისთვის, ვინც გამოაცხადა და ასე შემდეგ. ასე დგინდება მეტნაკლებად ზუსტი ინფორმაცია რა ხდება სამყაროში. და მეოთხე კრიტერიუმი, საბოლოო კრიტერიუმი, ეს არის ექსპერტების მოსმენა. ექსპერტების, რომლებიც აი ანალიტიკური სამსახურები არის სპეციალური, რომლებიც ამუშავებენ დაფარულ ინფორმაციას. და მოსმენა ძირითადად ეგენი არ ლაპარაკობენ ხოლმე, დოკუმენტარულ დონეზე აწყობენ ინფორმაციებს და დაინტერესებული, ვისაც მართლა უნდა რომ პოლიტიკაზე რამე გამოთქვას, უნდა ჩამოტვირთოს PDF ფაილებია და წაიკითხოს სინამდვილეში რა მიმდინარეობს მსოფლიოში. ახლა რა შეეხება საქართველოს. საქართველოს ვართ უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს ნაირი ქვეყნები ყოველთვის განიხილება მხოლოდ პლაცდარმად. განიხილებოდა პლაცდარმად რუსეთის წინააღმდეგ, როდესაც ბჭყალებში დემოკრატიას გვიწუნებდნენ. ახლა განიხილება პლაცდარმას, მუშტი ვახსენე ხო, რუსეთ, ჩინეთი, ირანის, ახლა ამ მუშტის მეორე სუსტი ფლანგის შედარებით, როგორც არის ირანი, მის წინააღმდეგ. ნიშნულობა არანაირი არ აქვს იმ ცივილიზაციას, რომელიცაც უნდა რომ საქართველოს პლაცდარმად გამოიყენოს, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს მუშტის რომელი მხარის წინააღმდეგ გამოიყენებს საქართველოს. ეს არის სახიფათო და რა ვიცი, საოცრად სახიფათოა, არავის ეგონოს რომ აქაი ჩვენ რომ გავძელით რომ რუსეთს მეორე ფრონტი არ გაუხსენით, იგივე არ გვიდგას ახლა იგივე რისკები არ გვიდგას, იმიტომ რომ დიდი მნიშვნელობა არ აქვს აი ამ სამეულისთვის, ამ სამ მოკავშირეებისთვის შუაში ეკლათ რომელს შეერჭობი. რუსეთს შეერჭობი, ჩინეთს თუ სამივეს ინტერესის წინააღმდეგ არის წასვლა. სამივეს ინტერესის წინააღმდეგ არის წასვლა, თუ შენ ითანამშრომლებ რომელიმე მხარესთან. სრული ნეიტრალიტეტია საჭირო. შეიძლება არაფრის თავი ჩვენ არა გვაქვს და აქედან გამომდინარე საჭიროა სრული ნეიტრალიტეტი, აგრესიული, მესა დავარქვი, აგრესიული ნეიტრალიტეტი. ხა იტალიამ და ესპანეთმა თუ გამოიჩინეს ეს ნეიტრალიტეტი, რომელიც 3000 კილომეტრით დაშორებულია ირანს. ჩვენ რომელიც 150 კილომეტრით ვართ დაშორებული ირანთან. რა თქმა უნდა, არ უნდა მიეცეს არავის შესაძლებლობა, რომ საქართველოს არც ლოჯისტიკური ხაზები, არც საჰაერო სივრცე არ იქნას გამოყენებული რომელიმე მხარის მიერ. რატომ? იმიტომ რომ კაცო პირდაპირ დაგვემუქრა ირანი. პირდაპირ გითხრა რომ რა ბომბებს გესვითო. მოიცლის შენთვის. რა მე შენ გეტყვი ახლა შენ ანტისაჰაერო რამე თავდაცვა გაქვს თუ რა, გამოუშვებ დრონებს, შაჰედებს და
ზდიე და ეგ შაჰედები მაგათ არ დაუმთავრდებათ, არ დაელევათ. ისვრიან ნებისმიერი მიმართულებით. თურქეთმაც კი არ მისცა, თურქეთმა, რომელიც ნატოს წევრია, არ მისცა მაქიდან ოპერირების საშუალება, იმიტომ რომ მით უმეტეს კაცო თურქეთი და ირანი მტრები არიან, რელიგიური მტრები არიან. მაგრამ პრაგმატულად რელიგია, პრაგმატიზმის დროს, როცა პოლიტიკა გეოპოლიტიკის თამაშებს თამაშობ, რელიგიური გზნობები და ემოციური გზნობები, აი, უნდა გადააგდო ნაგავში. და უნდა თქვა, რომ ამ კონკრეტულ დროსა და სივრცეში დღეს უნდა ასევე დაივიწყო ძველი ისტორიული წყენები, ესე მუშაობს პოლიტიკა. აი, ხანდახან პროპაგანდისტ მართულ ან დაფინანსებულ ადამიანები ესე აჟღერებენ ხოლმე, რომ აი ირანმა ჩვენ რაღაც შაჰ-აბასის დროს შემოგვივარდნენ და ესკენ. ბიჭო, თურქეთმაც იგივე გიქნა, რა ვიცი, რიგ ქვეყნებთან დაკავშირებით ავიწყდებათ ხოლმე ეს ყველაფერი. ნახეთ მეგობრებო, ეს ანუ ნიშნეთ აი ხა თურქეთი რომ აღნიშნეთ. როცა გინდა ამოქოქო ერი, მოამზადო პლაცდარმი ინფორმაციული, ემოციური, საინფორმაციო, ასე ვთქვათ, მზადყოფნა შიგნით ქვეყანაში, რომელიც გინდა ჩართო რამეში. მოამზადო, საჭიროა იქ გაახსენო სისხლი, რაღაცა 3 საუკუნის წინ, რაღაცა მოხდა. არ არსებობს ერი ჩვენს გარშემო, ვისთანაც სისხლი არ გქონდეს დაღვრილი. ზოგთან 10 წლის, 15 წლის წინ აგვაქვს დაღვრილი, ზოგთან 150 წლის წინ, ზოგთან 300 წლის წინ. რა ვიცი, ყველას რომ ჩვენ ასე მიუდგეთ, ჩვენ ვერავისთან სტრატეგიულ ან არასტრატეგიულ ან დროებით მოკავშირეობას ვერ იმას ვიზავთ. ამიტომ, კაცო, საფრანგეთი და ის შერიგდნენ გერმანია. ხთებით მეგობრებო, აი მეორე პირველი და მეორე მსოფლიო ინგლისი და გერმანია არიან მოკავშირეები. აი როგორ ვთქვა, მუდმივად ომობდნენ გერმანია ყოველთვის ომებოდა ყველას გარშემო რა. აი პოლონეთი და გერმანია არიან მოკავშირეები. პოლონეთი და გერმანია. ჯო, რის თქვა მინდა იცით, დროსა და სივრცეს გააჩნია და შენ კონკრეტულ ინტერესებს შენი ქვეყნის მოსახლეობის. აი ეხლა დღეს რა სჭირდება ჩემ ხალხს? ამ წუთას. სჭირდება, არ ვიცი, რაღაცა, აი ეს წვდომა რაღაც რესურსებზე. ამისთვის საჭიროა იმ რესურსების ქვეყანასთან ჩახვიდე და უთხრა რომ გამარჯობა შენ ჭირიმე, რა ვიცი, ჩემგან არაფერი არ გჭირდება, შენ ჩემგან არაფერი საფრთხე არ დაგემუქრება. ერთი 20 კაპიკი დამიკელი გაზში. აი ეს არის სახელმწიფო ინტერესები. მე რაღაცა ის, აი დღეს თუ ამერიკის სახელმწიფო ინტერესებს გაატარებს საქართველო, რომელიც 20,000 კილომეტრი დიკით არის, აუცილებლად მისი მეზობლები ესვრიან ბომბებს. ამიტომ ფრთხილად არის საჭირო ყოფნა, არც მწვადი უნდა დავწვათ, არც შამპური, ჩვენ არაფერი არ შეგვიძლია, მაგრამ აი ამ არც მწვადი და არც შამპურის დაწვის პროცესში უნდა ვიყოთ აგრესიულები. ანუ მწვადის გადარჩენის და შამპურის გადარჩენის, ორივეს გადარჩენის პროცესში უნდა ვიყოთ ძალიან ყურადღებით სერიოზული და სადაც საჭიროა ვინმე თუ ამ მწვადს, არ ვიცი, ცეცხლს შეუნთებს, აგრესიულად უნდა უპასუხოთ, არ გულისხმობ იმას ხელჩართულ ბრძოლას. გულისხმობ ძალიან პრინციპულ დამოკიდებულებას, მით უმეტეს შიდა ადამიანების მიმართ, რომლებიც აკვე აქტიურობენ, რომ აი ჩვენ ახლა უნდა გამოვიყენოთ ეს შანსი კი არ ფანჯარა, შესაძლებლობების ფანჯარა უნდა გამოვიყენოთ. კი, ეს შესაძლებლობების ფანჯარა შენ ამ ფანჯარაში გესვრიან, მერე შემოგიგდებენ იმას, რა ქვია, ლიმონკას, ეგრეთ წოდებულს და მერე ასე ვთქვათ, დარჩები გამოუყენებელი ფანჯარა. ჩვენი შესაძლებლობების ფანჯარა არის ამ წუთას ვიყოთ მაქსიმალურად მშვიდობის მომხრეები. მეგობრებო, სულ უნდა ვიმეოროთ. შვიდობა, ჩვენ გვინდა მშვიდობა, ჩვენ ორივე გვიყვარს, ჩვენ ყველას პატივს ვცემთ, ჩვენ კუნძული ვართ მშვიდობის. ჩვენთან მოილაპარაკეთ, ჩვენ უზრუნველყოფთ თქვენს დახვედრას. ასეთი ტიპის არავით არის სამხედრო თვითმფრინავები, არავით არის რაცა ჰუმანიტარული, კი ბატონო. ჩვენ უნდა ვიყოთ ყველაზე ქრისტიანულად ჰუმანიტარული ქვეყანა ამ პერიოდში და არანაირი
არ უნდა დავფიქსირდეთ მხარეთ. ესეთი ამბავია. ერთი კითხვაც მექნება და მე უკვე დავასრულებ. მიჩვეული ვარ უკვე ბოლო პერიოდი. ძალიან არ წელავ, საათ ნახევარიც კი არა და 1 საათიც როცა არის. ხოლმე თუ კი ინფორმაციულად ამოწურულია ყველაფერი მიჩვენე დასრულდეს. თქვენი აზრით ეხლა როგორც უკვე ვუყურებ, დღესაც ვიყავი ქალაქში, საწვავის ფასები უკვე ძალიან ავარდნილია, აწეულია. კრიზისების შემთხვევაში საქართველოს რა სიტუაცია შეიძლება დადგეს, უკვე მკვეთრი კრიზისები თუ დაიწყო. ვიცით რუსეთის მოთხოვნა 1 აპრილია დღეს უკვე და აი ამ ფორმითაც რო ახსნათ, მიახლოებით ვიცი ეკონომისტი არ ხართ, მაგრამ რა საფრთხეებია ამ კუთხითაც, რო თქვა თქვენი პოზიცია. ხო, ეკონომისტი არ ვარ, მაგრამ აშკარაა რომ ჩვენ ვართ იმპორტ დამოკიდებული ქვეყანა, შესაბამისად რეგიონში თურქეთია ჩვენი პირველი ეკონომიკური პარტნიორი, მიუხედავად დიპლომატიური არქონის არის რუსეთი ჩვენთვის. იქიდან შემოდის ხორბალი, იქიდან შემოდის პირველი მოხმარების ძალიან დიდი რაოდენობის რაღაცეები. სხვა შორის ირანი არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი ჩვენი ეკონომიკური. თურქეთი მეორე ადგილზე, ხო, ეს ქვეყნები ძალიან მცირე დამოკიდებულება გვაქვს ჩვენ, მცირე დამოკიდებულება ევროპის ქვეყნებზე. თუ არ ჩავთვლით თუ ტექნოლოგიებს, ტექნიკას, რაღაცა სხვა ისინი, მაგრამ სასურსათო პრობლემები პირველ რიგში დადგება. აუცილებლად, ამიტომ უკვე დაგვიანებულია ამაზე ფიქრი, მაგრამ საჭირო არის შიდა, ასე ვთქვათ, თვითკმარობის გაზრდა რა. მთელი დოქტრინებია თვითკმარობის, აქ ჩვენ პური ჩვენ უნდა მოვიყვანოთ რა. ჩვენი პომიდორი ჩვენ უნდა მოვიყვანოთ. მარტივი არ არის რა რთული, რომ ჩვენი საკმარისი ის რაღაცები გავაკეთოთ. ყოველ შემთხვევაში რაღაცა მაგალითად აი თუ ის შევძელით რომ რაღაცა ჩვენი კვერცხი გვაქვს ქართული რო შეხვიდე მაღაზიაში ეს ამონება კოდა ისე ჩამოთვლილია ხო ეს სხვა პროდუქტები ქათამის შეხვა რაღაცა არ ვიცი იმის ქათამი ამის ქათამი ჩვენი უნდა იყოს ყველაფერი აი პირდაპირ გეტყვით რა ბელორუსიას მივბაძოთ აი ხალხს რატომაც აქვს ეს პროპაგანდისგან ბოდიში და ტვინგამორეცხილ ადამიანებს წარმოდგენა რომ ბელორუსი არის რაღაცა ბლელი ქვეყანა და რავი აი იმ დღეს ჩემი საკმაოდ პროევროპელი ადამიანი ჩამოვიდა ბელორუსი და გოგო იყო შოქში ეს რა ვნახეო აღარავინ აღარა თქვას არამედ ბელორუსია და ცუდიო აყვავებულია ეს ქვეყანაო რის თქმა უნდა იცი ყველაფერი იაფია ყველა დასაქმებულია ყველა შრომობს ყველა კმაყოფილია კაპიკები ყველაფერი ბელორუსულია, რა ვიცი, მანქანებიდან დაწყებული, ტრაქტორებით დაგზელებული, იმით ვაშლით დამთავრებული. ყველაფერი მოყავთ. თვითკმარები არიან, ექსპორტზე გააქვთ უზარმაზარი რაოდენობის სოფლის მეურნეობის პროდუქტები, რძე, ყველი, ყველაფერი. ყველაფერი თავის ჩვენთანაც კი ბელორუსიული მაღაზიები და ასე შემდეგ. და საკმაოდ ხარისხიანი პროდუქციით. ამით რის თქმა უნდა, იცით, მათ არ ეშინიათ იმის რა ქვია რა მოხდება გარშემო ეკონომიკის კრიზისების საფრთხეები ნაკლებად ეხება. არ ეშინიათ აი ერთადერთი რაც მათ არ აქვს რესურსები, რაც არ შეუძლიათ ეს არის ნავთობი. და ისინი არიან მოკავშირეები მათი სლავი მემები, საიდანაც ისინი ფაქტიურად უფასოდ იღებენ იმას რა ქვია, ნავთობპროდუქტებს და ნავთობს. ამ ის თქვა მე და იცი, ამ ლუკაშენკომ დიქტატორი როა მოასწრო რომ ამ დიქტატორის პერიოდში ააშენა ეს ქვეყანა ჩვენ ხო დემოკრატია გვაქვს და ყოველ რაღაცა პერიოდში ვცვლით ამ მთავრობას აი იქ არ შეცვალეს ეს მთავრობა და ამ ლუკაშენკომ შვენიერი სოფლელი კაცია ესეთი მეურნე კაცია სოფელში დაიბადა ეს კაცი და გაიზარდა მეურნე კაცია იცი შრომის ფასი მკაცრია არავის არ ერიდება არაფრის პოლიტიკაც ისწავლა ამ გეოპოლიტიკაც კი ისწავლა ამ კაცმა ბოლოს იცი ძალიან მარტივი რამე რომ ჩვენი მოვიყვანოთ ბავშვებს უნდა მივხედოთ არავითარ ლიბერალიზმი არ უნდა შემოუშვათ აქაო ესაო რა ქვია რავი გაზი არა გვაქვს მოდი სხვათა შორის იყო პერიოდები როცა იმას რა ქვია პუტინსაც კი ეჩხუბებოდა ხოლმე რაღაცეებზე კონფლიქტი ქონდათ მაგათ რძის რაღაცა ნაწარმზე და იმაზე ანუ რის თქმა უნდა იცი თავის ქვეყნის პატრიოტია და მისაბაძია არც კიცი ეშლება არც კიცმაცური ეშლება ორივე იცის ის რა ქვია დიპლომატიური საუბარიც იცის და მკაცრი საუბარიც იცის აგერ ცოტა ხნის წინ კიმ ჩენ ინ იყავდა ბატონო ჩემო თავისთან კაბინეტში რის თქმა უნდა იცით
რომ სანამ ჩვენ თვითკმარობის ამოქოქვას არ დავიწყებთ, ყოველთვის აი ამ რყევებში ვიქნებით და დამოკიდებული ვიქნებით რა ვთქვათ მოეპრიანებათ გარშემო ადამიანებს. მე ეს ხო ძალიან სურო ომი არ იყოს გარშემო. აი როდესაც იმპორტ დამოკიდებული ხარ, შენ ყოველთვის აძლევ ბერკეტს გარე ქვეყანას, რომ ზემოქმედება მოახდინოს შენზე. აი უბრალოდ რაღაცას გეტყვის რომ გამიკეთეო და შენ ეთქვი რომ არა, ჩემ ინტერესებში არ არის და კარგი, მაშინ მე აი პომიდორს აღარ შემოვიტან შენთან. და შენ ამ დროს აღარ აქვს პომიდორი და დეფიციტი შეიქმნა, გაიზარდა ფასები, დაზარალდა შენი მოქალაქეები. იგივე ითქმის სხვა, ანუ ამას დივერსიფიკაციით აბალანსებენ ვითომ რა, ასე ეძახიან ხო? დივერსიფიკაცია რას ნიშნავს, რომ მომწოდებელი ერთი მხარე არ უნდა იყოს, მაგრამ ეს არ შველის ბაზრის ფასების მიმართულებას. რატომ? იმიტომ რომ როდესაც ერთი ნიშნულოვანი წყარო გაკლდება რაღაცა პროდუქტის, მეორედ უცებ ვერ დააბალანსებ, რაც იწვევს ბაზარზე ფასების აწევას. იმიტომ რომ მოთხოვნა იგივეა, ხოლო მიწოდება რჩება დაბალ დონეზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ ახლა ველოდებით იმას, რომ თუ დაიკლებს მიწოდება, მით უმეტეს ნავთობის და გაზის ბოდიში ნავმის ბენზინის გაძვირების პირობებში, ქვეყნები, რომლებიც აწარმოებენ იმ პროდუქციას, რომელიც საქართველოს შემოდის, ბუნებრივად იმპორტიც გაძვირდება და მე არ ვიცი, მე არა ვარ ეკონომისტი, მაგრამ ეს არის 100%-იანი რაც მოხდება. დანარჩენი თითოეულ ცენტრალს დაგვეტყობა, ეკონომისტობა არ დაგჭირდება, მაღაზიაში შესულს დაგვეტყობა ხოლმე ჯიბეზე. პროფესიონალებმა, ეკონომისტებმა, ვინც იცის ეს სფერო ახლა, მან სხვადასხვა სკოლებია, კეინზის სკოლა, არის ავსტრიული ეკონომიკის სკოლა, სხვა სკოლებია და რავი, ეს ხალხმა თუ იცის ეს ამბავი, მე ხა 1-2 წიგნი მაქვს აკითხული, ნახევარი ვერ გავიგე, იმიტომ რომ ცოტა ისეთი, არ არის ჩემი სფერო, ცოტა თეოლოგია მიყვარს, ფილოსოფია მიყვარს, გეოპოლიტიკა მიყვარს, მაგრამ დაჯდნენ და ითათმირონ როგორ დაარეგულირონ ახლა ეს კრიზისი ისე რომ ადამიანები არ გამოვიდნენ, ასე ვთქვათ, რა ვიცი, აჯანყება არ მოხდეს. ბატონო გიორგი, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, საინტერესო ჩართვისთვის. მადლიერი ვარ ჩემი მაყურებლის ფასებისთვის და დროებით დაგემშვიდობები. ვიცით რომ ძალიან მოუცლელი ხართ და ხათრით ვერ მეუნებით ხოლმე. მადლობა ამისთვის თქვენ. დროებით მშვიდობიან ღამეს გისურვებთ ყველას. ნახვამდის.